მადლობა ბატონ დავით, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, რამის მოწოდების რესურსი თუ დარჩა, რომ მიეცით ბავშვებს წამალი, რომ ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღეს არ არსებობს. თქვენ სწორად ახსენეთ ივანიშვილი თქვენ სტუდიაში პირველი რაც გამახსენდა სოფლის მეურნეობის საკითხზე, მისი ვიზიტი იყო თქვენთან ეთერში და საუბარი სოფელზე. სინამდვილეში ეს არ ვიცი, ვერ გეტყვით ახლა ეს ივანიშვილის გაბიტურებით მოხდა თუ მისი მონაწილეობით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ აი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრახია ივანიშვილის პოლიტიკური თუ რაღაც მეცენატური კარიერის საქართველოში. ყველაზე დიდი კრახია, ოღონდ ისეთი მიჩუმათებული კრახია. რატომ ამბობ ამას? იმიტომ რომ ივანიშვილს მართლაც ჰქონდა სურვილი, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა განავითარებინა. სოფლის მეურნეობაში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით, სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო სუბსიდირებითა და პროგრამებით დაიხარჯა 6 მილიარდი ლარი ბატონო. 6 მილიარდი დოლარია დახარჯული, 2 მილიარდ დოლარზე მეტია დახარჯული სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ოღონდ ამონაგები აი ამ პროექტებიდან რომელშიც ეს ყველაფერი დახარჯულია, ალბათ წელიწადში 150-200 მილიონს არ გასცდება. და პოტენციალი სწორად ახსენეთ, ბევრად უფრო მაღალია, რამოდენიმე მილიარდია. აი ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი, კეთილი სურვილი იყო ეს თუ სპეციალურად ნათქვამი და შემდეგ გადაქცეული სიგიჟეთ, მაგრამ ნათელი მაგალითია კორუფცია, როგორ ჭამს იმ შანსს. ძირითადად ჩვენი კვილის ტკივილი ეს კორუფციაა. ეს ფული წესავიდა. ეს ამ ფულმა დააფინანსა საქართველოს სამეურნეობასთან დაკავშირებული მისი წევრი, მასთან დაახლოებული ადამიანების სხვადასხვა პროგრამებით, რომელიც იყო ერთსა ეხმარებოდა მაგალითად საწავ ინფრასტრუქტურის მოწყობაში, ეხმარებოდა ტრაქტორების შესყიდვაში ასე შემდეგ. ამ კომპანიების უდიდესი ნაწილი საერთოდ აღარ არსებობს. მარტო იმიტომ შეიქმნა ეს კომპანიები და რაღაცა ვითომ კოოპერატივები, რომ აი ეს სუბსიდირები ფულად მიეღო და შემდეგ ეს ფული გამკრალია. ყველაზე დიდი კრახი ქართული ოცნების არის დღეს საოცარი ტერმინი გავიგე, ალბათ ეს ტერმინი რაღაც საბჭოთა კინემატოგრაფის და რაღაცა დაგეგმარებითი ეკონომიკის ლიტერატურის იქით არსად არ შემოხვედრა სამამულო წარმოება, აი ეს ტერმინი საიდან წამოიღეს და რატო ჩაწერეს იმ დოკუმენტში, რა ის სამამულო წარმოება, ეროვნული წარმოება დაუძახე, ადგილობრივი წარმოება დაუძახე, სამამულო წარმოება ამ საბჭოთა გოიმური ისაა რა ტექსტები სამამულო წარმოებაში მათივე ტერმინებით 6 მილიარდ ლარი აქვს ჩასხმული და რა ვიცი ფაქტიურად ნულოვანია ამ ყველაფრის შედეგი და ამონაგები. ამიტომ ამაზე ლაპარაკს თავი უნდა დაანებო რაღაც ელემენტური ნამუსი რო გააჩნდეთ პოლიტიკური. ამაზე ლაპარაკს თავი უნდა დაანებო, იმიტომ რომ კრახია ეს მათ. სამამულო წარმოებას ეგრეთ წოდებულ წყალებში ანუ ადგილობრივ წარმოებას 10 წლის მანძილზე ხელი ვერ შეუწყობს. ან ჩემზე და თქვენზე უკეთესად რომ ყველა ძირითადად პროდუქტი ისინი არიან ჩვენი ქვეყანა არის იმპორტ დამოკიდებული 80% მილიარდ 700 მილიონი დოლარი გადის ყოველ წელიწადს ეს არის აი ღალატია რა ქვეყნის როგორ შეიძლება ფულის ესე გატანაკას მართლა სახელმწიფოებრივი ღალატია როდესაც ნიორი შემოგაქვს ირანიდან ირანის აღმოსავლეთიდან 1800 კილომეტრიდან შემოაქვს სიგიჟია მართლა სიგიჟია ეგვიპტიდან კარტოფილები შემოდის გასულ საოცრებად ეგვიპტიდან რა ვიცი ნილოსის პირეთიდან რა ვიცი რა უბედურება ხდება რა უბედურებაში ვართ უბრალოდ აი აგერ გათელი მაგალითი იყო ჩვენი მაღმისა რა ქვია თანამოქალაქეების და ძმების მარნეულში გამოსვლები ის ხალხი ისეთი ვაჭრობა და არის მათი და სოფლის მეურნეობა არის მათი თავარი საბჭოს აბადებელი და საქართველოს ბეღელია მარნეულის მუნიციპალიტეტი ყველაზე ადრეული მოსავალი იქ მოდის ამ ქვეყნის ალბათ ყველაზე ნოყიერი მიწაა უნიკალური მისაა კატასტროფულ დღეში აგდებენ. კატასტროფულში იგივე სვით მაგალითად ხორბლის წარმოებაზე გარე კახეთში და სამხრეთ კახეთში და ზარალიანია ეგ ხორბლის თესვა, ვიცი ეგ ის. ძალიან დიდი წარმოება არის და ხორბლის წარმოება არ არის მარტო წარმოების საკითხი, ეს არის მართლა ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, იმიტომ რომ საქართველოს ხორბალი ძალიან მნიშვნელოვანი დგენელია ჩვენი ეროვნული იდენტობის და როცა ერეკლე მეორეს და კახურ და ქართულ იდენტობას იცავდა ამაზე გაქვს პრეტენზია ქართულ ხორბალს უარული, აქაც მოღალატე ხარ. 80 ფაქტიურად 100% ხორბლით ჩამოკიდებული ვართ რუსულ ბაზარზე. და შემოგვთ ხორბლად აღარ შემოგვთ, ამასაც სპეციალურად აკეთებენ, მაგრამ აქ 100% ფაქტიურად. ეს რა შეება დემპინგს ახდენს ფასების ქართული ხორბლის და სანამ იმ ხალხმა გზა არ გადაკეტეს 2 წლის წინ.
გზა გადაკეთდეს, იმიტომ რომ ხორბალი უფუჭდებოდა, მანამდე იქ არ გამოუყვეს არც სუბსიდია და სპეციალურ ფასდა არ. სწორი ხარ, სწორი. ესე ლაპარაკობ ეს სამამულო წარმოებაზე რუსების გამო რომ ჩვენ ხარ ადგილზე წარმოებას კლავენ რა სამამულო წარმოებაზე შეიძლება ილაპარაკო ერთი ხელით და მეორე ხელით ქართულ კაცს, კახელ კაცს, ქართლელ კაცს, იმერელ კაცს აუკრძალო სახელმწიფო ნებართვის გარეშე ვენახის გაშენება. ეს რა იდიოტური კანონი მიიღეს, რომ ისი რა საქმეა, რას თესავენ. ეს სიგიჟია ამიხსენ ხალხს. მართლა სიგიჟია, სწორი ხარ. იმის მაგინოთ რომ თქვა რომ მათი მოდელი სუბსიდირების არის დარი, რომ აქამდე შეცდენილები იყვნენ. ეს გამოესწორებინათ, რომ სიგიჟე დაატრიალებს ამ სფეროში, აი ამ სწორი მიდგომა გაგითო ამის მაგრად გამოვიდა და თქვა სოღულაშვილმა თვითონ კახეთია შემირცხვენი, კახელე შემირცხვენია მისი კახელობა. კახელმა კაცმა გამოვიდა და თქვა რომ ვენახის ნებართვაზე სამინისტროდან უნდა აიღო ისო რა ქვია, ნებართვა რომ ვენახი გააშენოს კახელმა, თელ შახაბას ვერ აუკრძალა. ვენახის გაშენება და ამ სოღულაშვილს უნდა ეხლა ქართულს აუკრძალოს. ეს რა სიგიჟია საბჭოთა კავშირში მივდივარ. დღეს გამოსული იყო ვინმე სეფიაშვილი, რა გაუყვეველი ადამიანი. მართლა არ ვიცი სამი კლასის განათლება აქვს თუ არა, როცა ამას ამბობ ადამიანს. ვიღაცაები კიდე ის ბერეკაშვილი აკაკალებული ხმიდა ლაპარაკობდნენ სერიოზულად სახელმწიფო კომპანიის და სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნით, რომელიც ლოჯისტიკის ჯაჭვი იქნება მიმწოდებელი სხვა კომპანიებს შორის. კოლმეურნეობის აღდგენა უნდა. კოლმეურნეობის და დაგეგმარებითი ეკონომიკის. ანუ აი ესეთი რამე ეს არის აინშტაინის დეფინიცია სიგიჟის. აი სისხლელების კეთების ანუ რამას დაღუპა ეს ქვეყანა იმაზე ლაპარაკი რომ ეხა ეს უნდა დავაბრუნოთ. ანუ კომისიამ ჩვენ სამეცნიერო ნაშრომი დავწერეთო ბატონო დავითარ მეცნიერი კაცი ხარ და შორს არ ახართ მეცნიერული სამყაროდან და ხა მეცნიერებიო ამ ხალხმა თქვეს ერთად რო შეკრიბო ორი დიპლომი არ გამოგივა სრულფასოვანი. წელი იმის კომისიიდან ორი დიპლომი არ გამოვა სრულფასოვანი. მართლა ამბავს ვეცნობენ. კაცი გამოდის ჩემი ტერმინებით უნდა ვილაპარაკო. ასიმეტრიული ურთიერთობებიო, აი ესო ჩემი ტერმინი არისო. იძახს კაცს გონი რომ ასიმეტრიული ურთიერთობები ეკონომიკაში ბერეკაშვილმა მოიგონა ეს ტერმინი. სადავარ წარმოიდგინეთ. რა ინტელექტუალურ სიმწირეში ვარ. ამ ხალხმა რა ფასი უნდა დაედგინა? ორი ბერკეტი ქონდა, კაცო. უნდა შეეცვალა, დაეწია აქციზის გადასახადი სასურსათო პროდუქტებზე. უნდა დაეწია ეს გადასახადი 4%-იან, 5%-იან ნიშნულზე, ისე როგორც ეს არის იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში. პირველი ეს უნდა გაეკეთებინა, თუ რამით უნდა და დახმარება და მეორე უნდა ესე იქნა, რა ქვია, საწოლზე მაგალითად გაეუქმებინა, როდესაც ავარდა ფასი მთლიანად აქციის გადასახადი დროებით. რომ ადამიანებს არ დაუყოვდა და მთელ აი ამ ლოჯისტიკურ ჯაჭვს, სადაც სტრუქტურული პრობლემები აღმოაჩინა ვირმე ბერეკაშვილმა რომელსაც გონია რომ ასიმეტრიული ურთიერთობა მან მოიგონა ამ კაცმა რომ აღმოაჩინა რომ თურმე ქვეყანაში სადაც რკინიგზა არ მოდერნიზდა 1970 წლის მერე საბჭოთა კავშირის მერე ქვეყანაში სადაც ანაკლის პორტი არ ააშენა ქვეყანაში სადაც კორუფციული ჭაობის გამო გზა 300 კილომეტრიან გზას უკვე 2 წლეულია აშენებენ თურმე ამ ქვეყანაში რომ ლოჯისტიკური პრობლემები აქვს და ქვეყანაში სადაც სასამართლო სისტემა არ არსებობს და პრემიერ-მინისტრი ციხეში ზის ეხა ყველაზე დიდი ხარო პრემიერ-მინისტრი კორუფციის გამო ციხეში ზის და სუსის უფროსი ციხეში შეზის, იმიტომ რომ კარიშავდა პირდაპირ ტერმინს გამოვიყენებ და ბიზნესმენებს თურმე ამ ქვეყანაში პრობლემები არსებობს მიწოდების თაზო რა კარგია რომ ამ თემას შეეხე შეიძლება ერთი გაგახსენო დიდი ბოდიში რა თაზო შენ გეხსომება ამ კრეტინებმა და ესა რა ქვია რომ ვიღაცა ნაზირალები იპოვეს არ ვიცი დონეცკში თუ დონბასკელი ტიპები იყვნენ და 252 მილიონი ისა გადაურიცხეს აი იმ ტრასის გაკეთებას როგორ შეიძლება რაღაც ესე საიდანღაც ციდან ჩამოფრენიო ფირმასთან და ჩაურიცხეს წინასწარ და ისინი დაიკარგნენ თუ გახსოვს მაშინდელი ფინანსები მე გავფრინდებით და დავიჭერ მაგათაო და მოვატანირებო არავის არაფერი არ მოუტანია საერთოდ არაკომპეტენტური ხალხი მართავს ქვეყანას ეს ხა შენ გეცოდინება განათლებული კაცი ხარ და თქვენი პარტიაც სხვაჟებს მაშინ პარტიის ლიდერები ამას აფიქსირებდნენ რომ სად მონახეთ ეგეთი ფირმა თან დონეცკია თუ დონბასიდან აი ერთ სიტყვით რუსული კანტორა იყო რა წინასწარ ფულს ვინ ურიცხავს ხაც აი გაოგნებული ვარ და ჩამოიწერეს ის ვითომ არაფერი ხა 200 მე მგონი 265 თუ 68 მილიონი ჩაურიცხეს წინასწარ არავინ არ ურიცხავს ამდენი როგორ მისეს და მე ესე ვთქვა ეჭვი მაქვს რომ შეთანხმებულები იყვნენ ამაზე და
შენ სწორედ ხაზინის ქურდობა არის სახელმწიფო პოლიტიკის რანჩი აყვანა და 15 მილიარდი ხელფასებში რო იხარჯება ეს საბიუჯეტია იცი თაზო მიუღებელი უნდა იყოს ეს პარლამენტი ნებისმიერი მოწვევის პარლამენტს უნდა გაურჩიოს საქმე თუ როგორ რატო ვერ აკონტროლებენ რატო ვერ აკონტროლებენ აი ამ თანხების ესე გადატყორს და გადმოტყორს რას მე არ ვიცი უცნაური ქვეყანა ვართ რა უცნაური არ აკონტროლებენ ძალიან ჩვეულებრივი სამწუხაროდ უნდა გითხრათ თუ არაფერი უცნაური ამაში არ არის როდესაც ქვეყანას მართავენ ყაჩაღები არაფერი უცნაური არ არის ეს სწორი ხარა როგორც ჩანს მართა ყაჩაღობა მიდის ბიუჯეტის ზარცვაში რა კარგად გახსოვთ რა იყო საბჭოთა საქართველოს ხო რაღაცა ხო ზოგი ამით ამაყობს რომ აიო საბჭოთა კავშირის დროს ყველაზე კარგად ცხოვრობდით იმიტომ რომ ყველაზე მეც ვიპარავდით საბჭოთა კავშირიდან ამით ხო არის ხალხი ვინც ამაყობს და აი ყაჩაღობა რო რაღაცა ჩვეულებრივი ტრენდი იყო ჩვეულებრივი მოვლენა იყო ამ საზოგადოებაში როდესაც ისევ ყაჩაღები დაეპატრონებიან სახელმწიფო ქონებას სახალხოს ქონებას მე ეცემენ ყაჩაღები მე შემოყავთ გაურკვეველი არაბული კომპანიები რომლის უკანაც რუსული კაპიტალი დგას იგორგილ სკულის ხო ეს გავახეზე დარბოდა იქ კაცო და მოდით შემოდით გითხოვთ ყველაფერს თაღლითობასთან აქვს საქმე აი ეგეთ კომპანიას შემოიყვანენ რაგონეთ რატო არა საჯაროები კონტრაქტს იმიტომ რომ ზუსტად კონტრაქტს წერია საშინელი კაბალური პირობები კონტრაქტის დარღვევის პირობებზე. ეგ კონტრაქტი დაირღვევა, იქ არასდროს არაფერი არ აშენდება, ეგ კონტრაქტი დაირღვევა და ამაში ფული გაკეთდება. ხო, ფულის კეთებაზე არიან, ეს ლაზეიკაა ერთ-ერთი რომ ფული გააკეთება. როგორც ეკასთან მოიქცნენ, როგორც იქცევიან ზოგადად. ყაჩაღები არიან ხალხო, ყაჩაღები. საქართველოს სუსის უფროსი ვინმე ლილუაშვილი, კაც როდესაც მეუბნებოდა რომ აი ეს არის სალი კლდეო ამ კაცზე დგას თქვენი ყველას ოჯახების უსაფრთხოებაო ქვეყანაში რომ შვიდობაა და ამ ქვეყანას ვერ ერევა გლობალური ომის პარტია და ინტერგალაქტიკული რიპტილიების შეთქმულება ამის სათავეში დგასო ესა რა ქვია ლილუაშვილიო და ეს კაც დაიჭირეს ვიღაც თურქი ბიზნესმენისგან იღებდა გთამს იღებდა მილიონის ფარგლებში თან ვიღაც საშინელება არის საშინელება და თაზო როგორ რაღაცა იცი ეგეთი ტიპი რა ვიცი რომ საინტერესო შენი აზრი მაინტერესებს რა ბოდიში ეხლა ნუ სისტემა რო ეგეთ თაღლითი რომ ფური ზიდონ კი მაგრამ ჩო უბრალო ახლა მანქანა ყავს თაზო შენ კი თაზო დღეს ახლა ის მერიდება გვარი და ძალიან ცნობილი მსახიობია სიმპათიური და ნიჭიერი ისა ხალბატონი ახშობდებული იყო კაცო 3 წუთით გავჩერდიო ბაღაზია შევედიო და 100 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს პარკირების ბარდაგი გვაქვს ჩვენ შენ თუ გახსოვს კალაზე როდის რამდენი წლის წინ შეხვედრები და განხილვები და აი ერთად განსაზღვროთ ესე ვთქვათ ახალ შენერის ეს რაიონებში სადაც მრავალსართულიანი სახლები აშენეს რაღაცა გეგმაში ჩავждეთო ვინ ასრულებს ამ გეგმას ნომერ პირველი პრობლემა თბილისისა მე-19 საუკუნიდან მოყოლებული იყო რა ვიწრო ქუჩები იყო ვიწრო ქუჩები როდესაც არის დაყენება იქნება პრობლემა და 100 ლარი გახადეს და დღეში 1100 მანქანას აჯარიმებს საბჭოთა პატრული არ შეიძლება მილიონ ლარზე ლაპარაკი საქართველოს მოქალაქეების ეს გავიგე ესა მაგრამ ნუ ძალიან დიდი ციფრია ის ახლა 2 მილიონი მანქანაა საქართველოში ძალიან დიდი ციფრი არის ეს მაგრამ 100 ლარი თან ახლა ეს ღერძულა ხაზზე თუ კი ბორბალი გადაგივიდა და იმდენი კამერებითა გაზეზგილი მთელი ქუჩები ესენი ორგანიზებული ძარცვის ყველაზე ჭკვიანურ გზას დაადგნენ მანქანის დედას უტირებენ რა როგორ შეიძლება მანქანა რომ ა პუნქტიდან ბ პუნქტზე რომ მოვა ამ პუნქტის და იმ პუნქტის უნდა გაჩერდეს და ამაში ჯარიმას ახტევინებენ ეს ზარცვა აი ვირეშმაკული ზარცვა არის მოსახლეობისა ახსოვთ სიტი პარკი სად არის სიტი პარკი მათ ჩვენ ერთი ვერსად ვერ ვნახავ გამშელა კამპანია იყო სიტი პარკი ჯერ ხო ამბობდნენ რომ ვერაფერს ვერ უშვებითო დიდი პირგასამტეხობა მე ხო წავიდნენ ამ ნაბიჯზე რომ კალაძეს არჩევნები მოიგო და იქ წერა მის ადგილას სახელმწიფო კანტორა შექმნეს სიტი პარკიდან თუ არ ვხვდები 70 ლარი უნდა და სულ მანქანას რო წაიყვანდნენ გამოგეყვანა ეხა 300 ლარამდე ხო ავიდა ისე ავარდა რომ თავ მარტო ჯარიმა 20 ლარი ეხა იგივე ჯარიმა 50 ლარია ბატონო დავით ზუსტად 3 დღის წინ ვიყავი იუსტიციის სახლში 10 წლის წინანდელი იმას ვადა გაუვიდა პირადობის მოწმობას ზუსტად 10 წლის წინ გადავიხადე 30 ლარი პირადობის მოწმობას
როგორ ერთი მეც ართვის ბოლოს მითავდება და შენ ამდენი გადაგახტეინ ეს თაზო 66 ლარია ისე რა 10 ხაღადია ერთი ბეწოვისდე და გაორმაგებული არის აი გეკითხებით ეხა მართლა ბანდიტიზმია როგორ შეიძლება თუ პლასმასზე ტექსტის დაწერა გაძლო რა გაძლო რომ ორმაგი გახდა ყველა სახელმწიფო სერვისი ყველა ჯარიმა აბსოლუტურად მინიმუმ გაორმაგებულია გასამაგებულია გაოთხმაგებულია და გაათმაგებულია განკუთვნილ ეს ზარცვა მერე თაზო და არ უნდა შევეგოთ რა ვიცი არ ხუმ სერიოზულად გაათმაგებულია ანუ შეხედე აი ოჯახ აშენებული შენ ვიღაცა ისა ხარ და ხოცი ხარ ფასებზე რაღაცა სალაფავს იჯერებ აი ამ სალაფავს რო ხან ირანის ბრალია როცა უნდათ ევროპაში მასთან შედარებით მაღალი ფასები აქვს ეხლა რომ მოუნდათ რომ დაბალი აქვს უნდა ჩვენონ რომ ევროპაზე დაბალი აქვს აი ამ თელი აი ამ რაღაცა სიღორის გჯერა აი ამ დაშვებას ვაკეთებთ და მე მივდივარ ცად რომ ესა რა ქვია სახელმწიფო სერვისებზე რომელზეც არც ნედლეული აქვს არც საჭმელს ჭამს არც ბენზინს წვავს არც დენს წვავს აი ესეთ სერვისებზე გაორმაგებული და გაათმაგებული ჯარიმები არის და გადასახადები და აქაც რო პრეტენზ კითხვა რო არ აქვს ესეა საჭირო ესეა სწორი რო გონია რომ სწორია ეს რომ დღეს 100-ჯერ უფრო მეტად გძარცვავს ანუ 10-ჯერ უფრო მეტად გაძარცვავს შენივე სახელმწიფო ვიდრე 10 წლის წინ გძარცვავდა ეს მომენტ მიგაჩნია აი აქ ხო აი ყველასთან მივიდა ხო ყველამდე მივიდა გუშინ რომ ამბობდით რომ აი ეს კანონები ეხა რუსთავის პროტესტის წინააღმდეგ რომ იღებენ ყველასთან მოვა მივიდა ყველასთან მივიდა სახში კაცი დაიჭირეს დღეს ერთი აქტივისტი იმიტომ რომ Facebook-ზე რაღაც დაწერა 15 დღე ციხეს ჩააყუდეს იმიტომ რომ იმედმა რომ აი ეს ტყუილები დაწერა ფასებზე ხალხო აი ეს სიგიჟეები რომ დაწერა ფასებზე რომ ევროპასთან შედარებით რომ ძალიან მაგარი ფასები აქვს აი ეს დაწერა ამის გამო თქვა რომ აი ხო ღირსები არიან ვინმე რაღაცა ისაო რა ქვია რაღაცა უქნასო მათ შენობასო და ამის გამო Facebook-ზე რომ დაწერა ციხეში ჩასვეს ეს კაცი 15 დღე აი ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ სიტყვის თავისუფლება კი არა გადაადგილებს ქუჩაში ხალხი აუ დაჭერილი იმიტომ ლევან ხაბეშვილი სიტყვის თავისუფლება რასაშინელი კადრებია როგორ უცემიათ ეს ბიჭი კაცი და ვასო ყაძელაშვილი ციხეში ზიან დღეს ვეფხიას ველაპარაკეს სხვა შორის ციხეში მოკითხვა აქედან მას ციხეში ზიან ხალხო იმიტომ რომ რაღაცა გადაულაპარაკეს აქციაზე ერთმანეთს ხოლო იცოდა ვეფხე კაცი მართლა როგორი კეთილი კაცია და მართლა რისი გამკეთებელია ეს ხოლმე გაიგონიო რომ გაბრაზებულმა ადამიანმა შეიძლება რაღაცა თქვას მაგრამ ამის გამო ციხეში არ უნდა ჩასვა ესეც გვერდზე გაწია ხალხო და ის გაორმაგებული ჯარიმები და ფასები თქვენ არ იცით ბატონო დავით უბრალოდ აი აღარ ვიცით ამაზე სახალხო დამცველი წესერად აღარ ვლაპარაკობს გახსოვთ ადრე ელენე თევდორაძე იყო დეპუტატი აქ რაღაც პატიმრების უფლებებს დღეს პატიმრების უფლებები აი იმ პოლიტპატიმრების და სინდის პატიმრების მიღმა რომელზეც ყოველთვის ვლაპარაკობთ დღეს საქართველოს ციხეებში არაადამიანო პირუტყვის მდგომარეობაში ზიან 10-ობით 1000 პატიმარი 10-ობით და 100-1000 პატიმარი პირუტყვის მდგომარეობაში ზის და ამ ხალხს შევახსენებ ქართულ ოცნებაში რომ მიშა სააკაშვილის ხელისუფლება რომელსაც 10-ჯერ მეტი გაკეთებული ამ ქვეყნისთვის ვიდრე აი ამ მოღალატეების შეეწირა პატიმრებისთვის ავადმოყრობას და იგივე ხდება დღეს ციხეში დეთანხმები ადამიანი ამ ქვეყანაში ადამიანად აღარ ითვლება ეს არ არის მეგობრებო ციხეში მძალ ადამიანებს უფლებები აქვს მათ არ შეიძლება რომ საწამლავი აჭამო და საწამლავს აჭმევენ ისინი არ შეიძლება რომ სადგომის საქონლის პირობებში ყავდეს იმიტომ რომ ადამიანები არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და ყველა უბრალოდ ღირსეული ცხოვრების და ღირსეულად სასჯელის მოხდის დღეს ციხეებს მართავენ კრიმინალური სინდიკატები შერწყმული სუსის და აი ამ ქართული ოცნების სამხეი ინფორმაცია მევიგეს საშინელი მდგომარეობა ამ თქვენს გადაცემას ეხა პატიმრები უყურებენ რომელიც საშინელ მდგომარეობაში არიან უმძიმეში ციხეებში დაბრუნდა კასტური დაყოფა შავი მმართველობა და ეს არის კატასტროფა ადამიანები ჯოჯოხეთში ხვდებიან ციხე არ უნდა თაზო რა მინდა ესე გითხრა ნუ ეს ხელისუფლება არაფრის გამკეთებელი არაა და კასტრირებულები არიან იცი რა არის აი რაღაცა ისეთი რბილი და ნუ მსუბუქი გადაცდომების გამო დაკავებულ ხალხს არ შეიძლება იცი ციხეებში ათენებინებდე და აღამებინებდე მე აი პატარა ვიყავი აი ენგურგეს შენებლობის დროს
წავყევით ჩემ ნათესავებს და ჩაის პლანტაციაში ვინ იყვნენ? იცი პატიმრები იყვნენ. და ისე გავიკვირდა მაშინ და თორი თუ სამი ეს ბადრაგის გავსი და მეგობრულად საუბრობდნენ რაღაცები და ისეთი ბედნიერები იყვნენ ეს პატიმრები, რომ ჩაის დავკრებათ კერა ბალახებს დავისავო და ამ სიცხეში ციხეში არ შეგვაბრუნონ და შეიძლება დეგრადირებულია ბატონ დავით სიტუაცია. ბატონო? სრულად დეგრადირებულია სიტუაცია. ვერ გავიგე. ითქვას მე ახლა მერტად ამიფაროს და შორს ვარ თეატრ ლუკიანზე რამე კარგი და გამართლებელი თქო, მაგრამ მე სიმართლის თქმა მირჩევნია პოლიტიკური ნიშნით რაღაცა ის შელამაზა. რა თქმა უნდა. თეატრ ლუკიანი იყო უკანასკნელი იუსტიციის მინისტრი ამ ქვეყანაში, რომელსაც პატიმრებთან ჰქონდა ადამიანური დამოკიდებულება, რომელიც პრობაციას უყურებდა როგორც რესოციალიზაციას და როგორც არა როგორც სასჯელს და ჯოჯოხეთს. მას მე მაშინ იყო რამოდენიმე პროგრამა. ისიც ახლა რაღაცა დიდ გავლენას თელ სურათზე არ აკეთებდა, მაგრამ თულუკიანის დროს იქ იყო რაღაც პროგრამები, აი რას თქვით, შრომის, აი ადამიანად მარნური მომხრობის პატიმრებთან. მას შემდეგ სრული დეგრადაცია. დეგრადირებულია, გეთანხმები, დასჭა, გადაიქცა გათხოვნად. საკონცენტრაციო ბანაკებად. ზუსტად. კონცლაგერებად, მართლა. ჩვენ ბევრს ვაპარაკებთ ჩვენს პატიმრებზე, რომელიც უსამართლო ძიან სინდისკისა და პოლიტიკურ პატიმრებზე, მაგრამ ამ ქვეყანაში კი აი სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. კლანური სასამართლოს პირობებში და საკონცენტრაციო რეჟიმის, გულაგის რეჟიმის ციხის პირობებში 10,000 ადამიანი ზის უსამართლო ციხეში. 10,000 ადამიანი. თან ზამბერი ყავს რა.